პროექტის საყოველთაო განხილვა ევროკავშირის ლიდერების გაფართოებულ სამიტზე კვირას იგეგმება, თუმცა წინასწარი შეფასებებით ჩანს, რომ დასავლეთის საბერძნეთის პრემიერის წინადადებათა პაკეტს ენდობა. კრიზისის დასაძლევად ქვეყანა გადასახადების ნაწილის გაზრდის, ხარჯების ნაწილის შემცირების და რეფორმების პირობას დებს. სანაცვლოდ კი ევროპისგან ისევ ფინანსურ დახმარებას და ვალის გადავადებას ელის. ია შათირიშვილი დეტალებით. დათმულ ვადაში საბერძნეთმა ევროკრედიტორებს კრიზისის დაძლევის გეგმა წარუდგინა, რომელსაც მსჯელობა 12 ივლისს ევროსამიტის მეორე რაუნდზე უნდა გაიმართოს. მანამდე კი რეფერენდუმის პროექტის განხორციელებას კენჭი საბერძნეთის პარლამენტში უყარეს. გონია, რომ ხელისუფლებამ სწორი მიმართულება აიღო გეგმა, რომელიც საბერძნეთმა წარადგინა დიდწილად იუნკერის პროექტს ემთხვევა. ახლა მას ევროკავშირში ეცნობიან. პროექტი 3 პუნქტს მოიცავს. პირველი, უნდა გატარდეს საპენსიო სისტემის რეფორმა, სარესტორნო ბიზნესზე დღეგ 23%-მდე, სასტუმრო ბიზნესზე კი 13%-მდე გაიზარდოს. მეორე, თავდაცვის ხარჯები 2016 წლის ბოლომდე 300 მილიონი ევროთი უნდა შემცირდეს და ბოლოს გადასახადი გაეზრდებათ გემთმშენებელ კომპანიებს. კუნძულებზე სუბსიდირება შეჩერდება, ხელისუფლება კი სახელმწიფო კუთვნილების პრივატიზაციას დაიწყებს. ამის სანაცვლოდ ათენი 53.5 მილიარდი ევროს დახმარების მიღებას და ვალის სრულად დაფარვის 2018 წლამდე გახანგრძლივებას ითხოვს. ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. მეორე გზა ევროზონის დატოვება იქნებოდა. ეს კი კატასტროფის ტოლფასია. ამ დროისათვის ეს არის მყარი საფუძველი, რომ ევროჯგუფმა საბერძნეთის პირობა მიიღოს. შეფასება ბერძნულ გეგმას საფრანგეთის პრეზიდენტმაც მისცა. ფრანსუა ოლანდმა მას სერიოზული და სანდო უწოდა. ბერძნებმა გამოხატეს ევროზონაში დარჩენის მტკიცე გადაწყვეტილება. საფრანგეთის პოზიციაა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ევროპული ღირებულებების შესაბამისი შეთანხმება შედგეს. საბერძნეთმა უნდა გაიგოს, რომ რეფორმები გარდაუვალია. ვერდიქტის მოლოდინში ბერძნები მოთმინებას კარგავენ, ეგრეთ წოდებული საბანკო არდადეგების დასრულებას ზოგი იმედით, ზოგიც პესიმიზმით ელოდება. იქნება კი ყველაფერი კარგად, არ ვიცით. ყოველდღე გვიწევს ბანკომატის რიგში დგომა, რომ 60 евро ავიღოთ, ეს სამარცხვინოა. ახალი ეკონომიკური ზომები ჩვენთვის მომაკვდინებელი იქნება. იმედი მაქვს, სამიტის შემდეგ ბანკები გაიხსნება. ეს საშინელი სიტუაციაა. ბანკების გახსნას ოფიციალური ათენი მოსახლეობას ორშაბათიდან პირდება. თუმცა როგორ გაგრძელდება საბერძნეთის კრიზისის მოგვარება, მიიღებს თუ არა სასურველ შედეგს ციპრასი, თუ ევროზონა ეგრეთ წოდებული გრექსიტის სცენარს აამოქმედებს, კვირის სამიტზე გადაწყდება. რეკლამის შემდეგ სპორტისა და კულტურის სიახლეებით დაგიბრუნდებით. სპორტული კომპლექსი ახალი თბილისის გახსნა. თბილისი უმასპინძლებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას. ორი კვირა ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე. სპორტსმენს მაქსიმალურად შეუძლია, რომ ამ არენაზე ყველანაირი ვარჯიში შეასრულოს. ზადაა თუ არა თბილისი 4000 სპორტსმენის მასპინძლობისთვის. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.5%, ლომბარდი 1.5%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საერთო ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. Tegeta Motorsში გრანდიოზული გათამაშება პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. ყოველ დახარჯულ ასლარზე მიიღეთ გათამაშების ერთი ბილეთი. თამაშდება Mazda 3, 2 საგზური მალდივებზე, 3 iPhone 6, 3 ლეპტოპი და სხვა 20,000-ზე მეტი პრიზი. სიგრილისათვის, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გამოყვებათ, Head & Shoulders იზრუნებს თქვენზე. ეხმარება გაგრილებაში მთელი დღის განმავლობაში და აცილებს ქერტლს. Shoulders-ი იცხოვრე 100%-ით. მუქი თეთრი? გახუნებული თეთრი? ვითომ თეთრი? მომხმარებლის 66% ხედავს, როგორ კარგავს მისი თეთრეული სიკათქათეს რეცხვიდან რეცხვამდე. პრობლემის ახლებური გადაჭრა. პერსილი დუოკაპს. ორმაგი ძალა, რთულად მოსაშორებელი ლაქების თხევადი ამომყვანი და ფორმულა სიკათქათე პლუსი იდეალური შედეგისთვის. ტადამ! ახლა კი ნამდვილად თეთრია. ახალი პერსილი დუოკაპს ყოველთვის მოარიდეთ ბავშვებს.
ახალი ქართული ლიმონადი ხილიანი, შექმნილი ნამდვილი ქართული ხილით, როცა უკეთესი გინდა. ახალი ყაზბელი, ლუც მიზეზე არ სჭირდება. იყავით ჩვენი ერთგული. მიიღეს სესხი და ისერგებლე მზარდი 20%-მდე ფასდაკლებით ყოველი მომდევნო სესხის საკომისიოზე. ვიბუშჩი, ფული თანამედროვე ხალხისთვის. ყურადღება, მოისმინეთ ივლისისთვის ექსპრეს შეთავაზება. ექსპრეს ბანკი წარმოგიდგენთ ახალ ექსპრეს ქარტს, ახლა უკვე საკრედიტო ლიმიტით. ექსპრეს ქარტი არის ყველაზე უნივერსალური ბარათი, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ნებისმიერ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტში. გადაიხადოთ ტრანსპორტით მგზავრობის საფასური. დააგროვოთ გადახდისას ექსპრეს ბონუს ქულები. მათ შორის უკვე ექსპრეს ქარტზე დამტკიცებული საკრედიტო და განვადების ლიმიტის გამოყენებისას. 31 ივლისის ჩათვლით აიღეთ ექსპრეს ბანკში ახალი ექსპრეს ქარტი უფასოდ და მიიღეთ საჩუქრად 1000 ექსპრეს ბონუს ქულა. ექსპრეს ბანკი. მარტივია. ნეტკრედიტი არის კომპანია, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. არა მეგობარო, პირველი შთაბეჭდილება არ არის გადამწყვეტი. კიდევ ერთი წყვილი ფეხსაცმელი შენს კარადაში სამუზეუმო ექსპონატად? თუ ვინმე სასესხე ფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი გონივრულად. ნეტკრედიტი გთავაზობთ ლოიალობის პროგრამას, რომელიც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ 5%-იანი ფასდაკლება ყოველ მომდევნო სესხზე. მაქსიმალური ფასდაკლება 30%-მდე. ნეტკრედიტი. შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიეს ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ჯენფესტი წარმოგიდგენთ ნოვა Armin van Buren, David August, Sapphire Live, Mendy, Timswa, Ellen Elliot, Radio Slay, Luciano, W&W, Who Made Who, Maya Nida, Fukashe, Jemfest, Ozartis, Judy August, Anaki. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ლუდი კოზელი. იხარშება ჩეხეთის გულში 1874 წლიდან. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია პორტალი MyMakti. Maktis ოფისი შენს მობილურში. MyMakti. უახლესი ტექნოლოგიები Maktis ხარისხით. ეს არის ქრონიკა 8-ზე. ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზით ანვარჯის არენა, მძლეოსნობის ახალი სტადიონი და ფრენბურთის ორი დარბაზი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ელის. მასშტაბური სპორტული ღონისძიების მასპინძლობისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. ამასობაში კი მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალამდე 16 დღე რჩება. ახალი ობიექტები თბილისი 2015-თვის ახალი თბილისის ტერიტორიაზე საზეიმოდ გაიხსნა. ნუცა ტრაპაიძემ დაათვალიერა სპორტული ნაგებობები და ახლა შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებს. ფრენბურთის ამ დარბაზისთვის ეს პირველი თამაშია. ის სპორტსმენებმა უკვე დატესტეს. არენა ერთ-ერთია იმ 4 ობიექტს შორის, რომელიც ახალ უბანში დღეს გაიხსნა. კიდევ ერთი მსგავსი დარბაზი სპორტსმენი გოგონებისთვისაც არის. ძალიან კარგი არენა არის, წევადობითაც ნორმალური არის და რა თქმა უნდა შესაძლებელია ოლიმპიადის გარდა სხვა დიდი ტურნირების ჩატარებაც. კომპლექსს უკვე უწოდეს ისტორიული, რომლის მსგავსიც ჯერ საქართველოში არ ყოფილა. სპორტსმენებმა დღეს საერთაშორისო სტანდარტების საცურაო აუზი, ევროპული მოდელის ტანვარჯიშის არენა და ასევე მძლეოსნობის ახალი სტადიონი გამოსცადეს. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ესეთი უნიკალური დარბაზი, სპორტული არენა შეგვიძინეს. ეს არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ტანმოვარჯიშეების სახეობათა ფედერაციამ მეტი გააცმაგებული ძალით მივარჯიშოთ და დავდოთ ახალი შედეგები. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 2015 თბილისი 2015 რაც შეიძლება მაქსიმუმი დაეტოვებია ქვეყნისთვის და გადაწყდა ის, რომ აშენებული იყო აბსოლუტურად ახალი არენები და ყველა ყოფილიყო სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ და სახელმწიფოს საკუთრებაში.
ახალი თბილისის სპორტული კომპლექსი, რომლის აშენებასაც ზუსტად წელიწადნახევარი დასჭირდა, საზეიმოდ გახსნა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს ინფრასტრუქტურა თბილისის ეკოლოგიურად ცუდ და ახალ უბანს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. სპორტული ობიექტებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად თანხები ცენტრალური და თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყო. ეს არის საჩუქარი ჩვენი სპორტსმენებისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის. ეს არის ახალი უბანი, რასთავარი ეს ეკონომიკური ამ უბნის ეკონომიკური პოტენციალი არის მზარდი. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა უბანი და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ინტერესი ამ უბნის მიმართ გაათმაგდება. მხოლოდ დედაქალაქის ბიუჯეტიდან 50 მილიონამდე დაიხარჯა გასული წლის ბოლოს და წელს, მას შემდეგ რაც ჩვენ მოვედით ქალაქის ხელისუფლებაში, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემულ დაფინანსებას, დაახლოებით 1.5-ჯერ ამდენი იქნება. ამ ობიექტის გარდა ევროპის მე-13 ოლიმპიური ფესტივალისთვის და ასევე სამომავლოდ სხვა სპორტული ღონისძიებებისთვის თბილისში კიდევ 2 ახალი დარბაზი აშენდა, 6 კი სრულად გარემონტდა. თითქმის დასრულებულია ახალი სპორტის სასახლეც, თუმცა შესაძლოა ხელბურთის შეჯიბრს მოქმედმა არენამ უმასპინძლოს. ეს დღეები კიდევ მიდის სამუშაოები, გვინდა რომ იქ ჩავატაროთ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ობიექტიო გათვალისწინებული ხელბურთისთვის და იმედია ჩვენი მშენებლები მოასწრებენ და ჩაეტებიან მოდებში. ამით რა თქმა უნდა შესაძლებლობა მიეცემა როგორც პროფესიონალ სპორტსმენებს, რომ ისარგებლონ ამ ობიექტებით, ასევე სპორტის ყველა მოყვარულს. თბილისი 2015-26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის მსვლელობისას საქართველოს 13-დან 18 წლამდე ასაკის 4000-მდე სპორტსმენი ევროპის 50 ქვეყნიდან ეწვევა. სტუმართა საერთო რაოდენობა კი წინასწარი მონაცემებით 10000 მიაღწევს. 8-3 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლო და ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს ამერიკის შეერთებული შტატების